შუამავლის ზნეობა ყურანია. ძვირფასო ბორწმუნენო, წმიდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს. ვიცავ, ალაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალაჰს. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე ბრძანებს: მე საუკეთესო ზნეობის სრულყოფისთვის ვარ მოვლინებული. ძვირფასო ბორწმუნენო, ღვთის შუამავალი, როგორც რწმენისა და ღვთისმსახურების თვალსაზრისით, ისე ზნეობრივადაც ყველაზე სრულყოფილი ადამიანი იყო. დღევანდელ ხუთბაში სწორედ შუამავლის უბადლო ზნეობრიობაზე ვისაუბრებთ. ერთხელ კიდევ განვამტკიცოთ ის პირობა, რომ ჩვენც მის მიერ ნაჩვენები გზით ვივლით და მის მიერ ზნეობას გავითავისებთ. ძვირფასო მორწმუნენო, ღვთის შუამავლის ზნეობის წყარო ყურანია. მან ყურანისეული ბრძანებები ცხოვრებისეულ პრაქტიკაში დაამკვიდრა. ის განუხრელად ასრულებდა ყველა იმ ვალდებულებას, რომლებიც ყურანშია მოცემული. როდესაც წმინდა აიშას კითხეს, თუ როგორი იყო შუამავლის ზნეობა, მან ასე უპასუხა: ყურანს არ კითხულობ, მისი ზნეობა ყურანია. ძვირფასო ბორწმუნენო, შუამავალი ოჯახში ძალიან შემწყნარებელი და ლმობიერი იყო. მის ოჯახში ყოველთვის ბედნიერება, სიმშვიდე და ჰარმონიას უფევდა. ის არავის აძლევდა უფლებას ოჯახში ძალადობის ან უხეშობისთვის მიემართა. ჰადისის მიხედვით ის ბრძანებს: თქვენ შორის საუკეთესო ისაა, ვინც ოჯახში კარგად იქცევა. თქვენ შორის კი ამ მხრივ საუკეთესო მე თავად გახლავართ. ძვირფასო მორწმუნენო, ღვთის შუამავალი საუკეთესო მასწავლებელი იყო. ის თავის მიმდევრებს ცხოვრების ყველა სფეროში საჭირო ცოდნას გადასცემდა და ამას საუკეთესო მეთოდებით აკეთებდა. მე თქვენ როგორც მშობელი ისე გასწავლით, ამბობდა ის. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვთა აღზრდა განათლებას ანიჭებდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ბავშვებს სწავლა, ღვთისმსახურება და მეჩეთში სიარული შეჰყვარებოდათ. ყველა მისი მცდელობა ბავშვთა სწორად აღზრდასა და მათ მომავალზე იყო გათვლილი. ამ მიზნით ის მშობლებსაც მოძღვრავდა. არც ერთ მშობელს შვილისთვის კარგ აღზრდაზე უკეთესი რამე არ დაუტოვებია. ძვირფასო მორწმუნენო, ღვთის შუამავალი ამავდროულად ერთგული და სამართლიანი მეგობარი იყო. წმინდა ალი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა შუამავალს მეგობრებთან. ღვთის შუამავალი ყოველთვის მომღიმარე, ლმობიერი და სათნო იყო. ის უხეშობას ან ძალადობას არასოდეს მიმართავდა. ის ხმას არასოდეს უწევდა. ცუდ სიტყვებს არ იყენებდა. ის ნაკლოვანებებს არ ეძებდა და არასოდეს იჩენდა სიძუნწეს. რაც არ მოეწონებოდა, თვალს არ იდებდა. ის არასოდეს უცრუებდა იმედებს იმ ადამიანებს, ვისაც მისი იმედი ჰქონდათ. როდესაც რამეს თხოვდნენ, ხელცარიელს არავის უშვებდა. ძვირფასო ბორწმუნენო, მოდით
ყველა ჩვენ სიტყვასა და საქმეში შუამავლის მიერ მოტანილი მოძღვრება გავითვალისწინოთ და მაგალითად დავისახოთ. მისი საუკეთესო ზნეობა ჩვენთვის უპირველესი მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. მისი ზნეობა ხომ ყურანია, თუ მას მივბაძავთ, ჩვენი მსახურება სწორი გზით წარიმართება. თუ ასე მოვიქცევით, ამ ქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას ვეზიარებით. განვამტკიცოთ ჯანსაღი ურთიერთობები და ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დავდგეთ. ამით ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება შინაარს შეიძენს და საიქიოში ღვთის კმაყოფილება გველოდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მართალი სიტყვა ღვთის წიგნია, ხოლო საუკეთესო მეგზური შუამავალი მუჰამედია.